კახაკალაძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერება ქართველი ხალხის დასჯის მცდელობაა. ამის შესახებ ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა თბილისის მერმა კახაკალაძემ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე ინფორმაციით უკრაინაში სრული კატასტროფა და უბედურება ხდება და შესაბამისად უნდა გაგრძელდეს ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ქართული ოცნება ატარებს. კალაძე ამბობს, რომ გაუგებარია რა კავშირშია მოთხოვნილი ორი კანონის გაუქმება ვიზა ლიბერალიზაციასთან. თუ ნამდვილი მეგობრები არიან, მაშინ რეზოლუციებს არ მიიღებდნენ და კაბინეტებში პრემიერ-მინისტრის და პარტიის თავმჯდომარის შანტაჟი არ იქნებოდა, განაცხადა კახაკალაძემ. ეს არის უბრალოდ დასჯის მცდელობა ქართველი ხალხის. თქვენ არ იფიქროთ, რომ მათ რაიმე ინტერესი აქვთ, კარგი, ასე რომ ვთქვათ, საქართველოსთან დაკავშირებით. ის განცხადებებს, რასაც ვისმენთ, ყველა არის აბსოლუტურად ყალბი. რომ აი თურმე გაგიჟებულები არიან საქართველოსზე და ზრუნავენ ქართველ ხალხზე. არ დაიჯეროთ, მეგობრებო, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, ძალიან დიდი სიცრუე. ეს ასე რო იყოს და თუ მართლა ნამდვილი მეგობრები არიან, მაშინ იმაზე არ მოგვიწოდებდნენ, რომ სანქციას მიერთებოდა ქვეყანა, ამის რეზოლუციებს არ მიეღებდნენ და კაბინეტებში პრემიერ-მინისტრის და პარტიის თავმჯდომარის შანტაჟი არ იქნებოდა, რომ მეორე ფრონტი გახსნილიყო. მათ აქვთ თავიანთი ინტერესები. და ესეც გასაგებია, ხო? პოლიტიკაა, დიდი ქვეყნებია, თავიანთი ინტერესები აქვს, მაგრამ ჩვენ ტვინი ხო გვაქვს, ჭკუა ხო გვაქვს? არავის არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ჩვენი პატარა ქვეყანა გამოყენებული იყოს ვიღაცა დიდი ქვეყნის ინტერესების გამო. კერძო ცენტრები, რომლებსაც ოპიოდური ჩანაცვლებითი თერაპიის მომსახურების განხორციელების უფლება აღარ აქვთ, არსებული პროდუქციის მარაგების აფთიაქებისთვის უკან დაბრუნებას ან სახელმწიფო კლინიკისთვის მიყიდვას შეძლებენ. აღნიშნულს მთავრობის დადგენილება ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც ავტორიზებულ აფთიაქს მიეცა უფლება 1 ოქტომბრამდე უკან დაიბრუნოს ან ამავე ვადით შეინახოს ოპიოდური ჩანაცვლებითი თერაპიის მომსახურების მიმწოდeblis მფლობელობაში 15 აგვისტოს მდგომარეობით არსებული ჩანაცვლებითი მკურნალობისათვის განკუთვნილი ფარმაცევტული პროდუქტები. ამასთან კლინიკებს უფლება აქვთ მიმართონ სახელმწიფოს დაფუძნებულ კლინიკას და შესთავაზონ მარაგში არსებული მედიკამენტების გაყიდვა. განისაზღვრა ისიც, რომ ფასი არ უნდა აღემატებოდეს თავდაპირველი შესყიდვის, საქართველოში იმპორტისა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებისას გადახდილი თანხისთვის დამატებულ 20%-ს. იმ შემთხვევაში, თუ თერაპიის მომსახურებას და მკურნალობისთვის განკუთვნილი ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზაციას ერთი და იმავე იურიდიული პირი ახორციელებდა, მაშინ სახელმწიფო კლინიკისთვის პროდუქციის მიყიდვისას მხოლოდ თანხის 10%-ის დამატება შეიძლება. გალტენ ტაგარტის შეფასებით საქართველომ ივლისში ტურიზმიდან 520 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად თითქმის 3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. თუ კი ივლისში ქვეყანამ 9 მილიარდის მიღება შეძლო, ეს იმას ნიშნავს, რომ 7 თვეში ტურიზმიდან შემოსავლებმა 2,9 მილიარდი დოლარი შეადგინა. შარშან ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით კი ზრდა 3,6%-ია. საინვესტიციო ბანკის პროგნოზით ტურიზმიდან შემოსავლები 2025 წელს 4,9 მილიარდ დოლარს მიაღწევს. სააგენტო საწარმოის საქართველოს პროგრამებში ცვლილებები შედის, რომლის ფარგლებშიც სააგენტო ცნობით გაფართოვდება მეწარმეების მხარდაჭერის შესაძლებლობები. კერძოდ, უნივერსალურ ინდუსტრიულ ნაწილში ცვლილებები შეეხო სესხის და ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსებას და იგი 2%-ული პუნქტით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილებები 1 სექტემბრიდან შევა ძალაში. თანადაფინანსებასთან ერთად ბენეფიციარებს შეუძლიათ ისარგებლონ ახალი საგრანტო კომპონენტით, მაღალმთიანი აგროტურისტული მწვანე გაციფრულების, კვლევის და განვითარების მიმართულებით. ამასთან ქალი მეწარმეებისთვის ჩამოთვლილ ყველა კომპონენტში იზრდება გრანტის ოდენობა. ცვლილებები განხორციელდა მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაშიც, რომელსაც ემატება ახალი ეკონომიკური საქმიანობები, მათ შორის კვების პროდუქტების წარმოება, სპეციალიზირებული სამშენებლო სამუშაოების რამდენიმე კატეგორია და სხვა ერთწლიანი კულტურების მოყვანა. გლდანის რაიონში ეგრეთ წოდებულ მუხიანის აგარაკებზე ხვანჭკარის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. ქუჩაზე სანიაღვრე და წყალარინების ქსელიც მოეწყო. ამ ეტაპზე კი 4000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარის ბოლოფენა იგება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან $1,000,000-მდე იხარჯება. აღსანიშნავია, რომ გზის მოწესრიგების სამუშაოები დასახლების სხვა ქუჩებზეც არის დაგეგმილი. ამასთან ზედა დასახლებაში ეწყობა სანიაღვრეს სისტემა და კოლექტორი. აღსანიშნავია, რომ მუხიანის აგარაკებზე სულ 8 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რისთვისაც ჯამში $8,000,000-მდე დაიხარჯება.
დავიწყეთ საკმაოდ დიდი დასახლება, კონკრეტული ქუჩების მოწესრიგება. დღეის მდგომარეობით ახლა სამუშაოები მიმდინარეობს ხვანჩქარის ქუჩაზე, თუმცა უნდა გითხრათ, რომ ნეკრესის, დაისის, ბორითის, ვანის, ვარდისუბნის მეოთხე შესახვევი, ბორჯომის ქუჩა სამუშაოები დამთავრებული არის, საგზაო ინფრასტრუქტურა მოწყობილია. ამ წუთში ჩვენ ხვანჩქარის ქუჩაზე ვიმყოფებით, სადაც ხედავთ თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე შოვის ქუჩაზე მიმდინარე პროექტი არის და მთლიანად ეს 8 ქუჩა იქნება ყველანაირად მოწესრიგებული, თუმცა ამით ჩვენ ამ პროექტს არ ვამთავრებთ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ბევრი ქუჩები, ჩიხები რჩება მოსაწესრიგებელი. ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით ვახორციელებთ ძალიან საჭირო და მნიშვნელოვან პროექტს ზედა დასახლებაში. კეთდება ძალიან დიდი სანიაღვრეს სისტემა, კენდება ძალიან დიდი კოლექტორი, რომელიც ბორჯომის ქუჩაზე იქნება დაერთებული, იმისთვის რომ ზემოდან წამოსული ნალექი მაქსიმალურად მოხვდეს სანიაღვრეს სისტემაში და არსებულ ქუჩებს პრობლემა არ შეუქმნას. ცოცხალი ცხვრებისა და თხების ექსპორტის შემცირდა წელს იანვარ-ივნისში საქართველოს 1042 ტონა ცოცხალი ცხვარი და თხა გაყიდა, საიდანაც 3.19 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 3%-ით შემცირებული მაჩვენებელია. გასული წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდში გაყიდული ცხრების მოცულობა 1492 ტონაში ადგენდა, ხოლო მიღებული შემოსავალი 4 მილიონს უდრიდა. წელს საქართველოს ცოცხალი ცხვარი და თხა სამ ქვეყანაში გაყიდა, რომელთა შორის საუდის არაბეთი ლიდერობს. ამ ბაზარზე საქართველოს 2.7 მილიონი ღირებულების 623 ტონა ცოცხალი ცხვარი და თხა გაყიდა. მომდევნო პოზიციას ქუვეითი იკავებს, მესამე ადგილზე კი აზერბაიჯანია. Tegeta Motorsi GPS მოწყობილობების რეალიზაციის, მონტაჟისა და მონიტორინგის მომსახურე კომპანია iGPS ოპერატორის შეძენას გეგმავს. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ გარიგებაზე თანხმობა უკვე გასცა. სააგენტოს ინფორმაციით 2024 წელს GPS მოწყობილობების სერვისის მიწოდების ბაზარზე 1000-ზე მეტი სუბიექტი იყო წარმოდგენილი. ბაზრის საერთო მოცულობამ 2.182.000 ლარი შეადგინა. ჰერფინდალ ჰიშმანის ინდექსი კი 990.4 ერთეულს გაუტოლდა, რაც დაბალ კონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. iGPS ოპერატორის 100%-იანი წილი ამჟამად დავით მუმლაძის ეკუთვნის. საქართველოს რკინიგზამ წლის პირველი ნახევარი შემოსავლების 4.8%-იანი კლებით დახურა, თუმცა საკურსო მოგების გამო საერთო შემოსავალი მკვეთრად გაიზარდა. სარკინიგზო კომპანიის ინფორმაციით 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს რკინიგზის შემოსავლებმა 295.6 მილიონი ლარი შეადგინა. მხოლოდ მეორე კვარტალში შემოსავალი 153.8 მილიონი ლარი იყო, რაც წლიურად 11%-ით, წინა კვარტალთან შედარებით კი 5%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ფინანსური ანგარიშგების თანახმად წლიურ ჭრილში 53%-ით შემცირდა საოპერაციო მოგებაც, რამაც 6 თვეში 35.3 მილიონი ლარი შეადგინა. დადებითი საკურსო შემოსავლის გამო კომპანიამ დამატებით 40 მილიონი ლარი მიითვალა, რამაც ნახევარი წლის სრული შემოსავალი 64.7 მილიონამდე გაზარდა. შარშან ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი საკურსო ზარალის ფონზე მხოლოდ 2.6 მილიონი ლარი იყო. ჯგუფის შემოსავლების უმეტესი ნაწილი დაახლოებით 57% ტვირთის გადაზიდვიდან მიღებული შემოსავალია. ტვირთის გადაზიდვიდან მიღებული შემოსავალი 168.5 მილიონი ლარი იყო. ტვირთის დამუშავებიდან მიღებული შემოსავალი 9.5%-ით გაიზარდა და 46 მილიონს მიაღწია. ლოგისტიკური მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი კი თითქმის 21%-ით არის შემცირებული და 52.8 მილიონ ლარს გაუტოლდა. საქართველოს რკინიგზას ტვირთბრუნვა შეუმცირდა. კომპანიის მმართველობითი ანგარიში ცხადყოფს, რომ 6 თვეში საქართველოს რკინიგზით 6.300.000 ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც წლიურ ჭრილში 8.1%-იანი კლება. წლიურ ჭრილში 9%-ით 3.2 მილიონ ტონამდე შემცირდა ტვირთის მოცულობა წლის მეორე კვარტალშიც. ტრანზიტული ტრანსპორტირების წილი გადაზიდული მთლიანი მოცულობის 59%-ს შეადგენდა. საქართველოს რკინიგზა წელს 3.7 მილიონ ტონა ტრანზიტულ ტვირთს მოემსახურა, კლება 10.6% იყო. ტვირთის გადაზიდვის 11%-იანი კლება ძირითადად განპირობებული იყო ყაზახეთიდან გადაზიდვების შემცირებით. 14%-ით გაიზარდა იმპორტული ტვირთი, რამაც 1.6 ტონა შეადგინა. საექსპორტო ტვირთებში 2.2%-იანი კლება იყო, სულ 6 თვეში რკინიგზით 2.5 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა. აზოტოვანი სასუქები, მინერალური წყლები, ლითონის მადნები და კონცენტრატები და ფეროშენადნობები. ეს იყო მთავარი საექსპორტო ტვირთი 2025 წლის პირველ ნახევარში. ასევე 500.000 ტონა ტვირთის გადატანა მოხდა ქვეყნის შიგნით, რაც წლიურად 38%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
მეღვინეობა რთველისის დამფუძნებელი პარტნიორი თორნიკე ჭიკაძე მიიჩნევს, რომ რთველის სუბსიდირების პოლიტიკის ცვლილება პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს. ამის შესახებ მან BMG-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, ფასების ზრდის მთავარი მიზეზი ნედლეულის გაძვირება იქნება, რაც სუბსიდიის გაუქმების შემდეგ გარდაუვალი ხდება. მიუხედავად ამისა, ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ გარკვეული სირთულეების მიუხედავად კომპანიებს ადაპტაცია მაინც მოუწევთ. ზოგადად რთულია წინასწარის შეფასება, რა გავლენას მოახდენს რთველის სუბსიდირების ცვლილება ბაზარზე, რადგან თავად ეს სფეროც მუდმივად ცვალებადია, თუმცა ფაქტია, რომ პროდუქციის წარმოების ხარჯი იზრდება და შესაბამისად ფასიც მოიმატებს. მეორეს მხრივ, ალბათ უნდა დასრულებულიყო სუბსიდირების ეს პრაქტიკა. დარგს სწორი განვითარების გზა თვითონ უნდა ეპოვა. სახელმწიფოს როლი კი დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ კრიტიკულ მომენტში ჩარევა უნდა იყოს, ამბობს ჭიკაძე. მისივე ინფორმაციით, წელს კომპანიას 4000 ტონამდე ყურძნის ჩაბარება და გადამუშავება ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა საბოლოო მოცულობა დამოკიდებული იქნება ბაზარზე არსებული ყურძნის ხარისხისა და კომპანიის ხელმისაწვდომი რესურსების კომბინაციაზე.